ეხ გადმოგიგდე და კარგად და ყვარლის ტბა, ადგილი, სადაც ემოციები ფულზე მეტია. ამ ტბის დასახლებაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა იწვალა. ყვარლის ტბა რეზორტი გთავაზობთ ძალიან კარგ კვებას, ევროპულ, ქართულ სამზარეულოს. ასევე წყლის ველოსიპედსა, კატერია, ასევე შეგიძლიათ პადელის, ბიჭო, ერთი წუთი. ოპა, გადაიჭეხე. Karma is the beach. ყვარლის ტბა, რეზორტი, ესე აწერია, ითაგება, გუშინ ვეძებდი. ითაგება და ითა. ვა, როგორი დამხვევა. მე რო გითხრათ, როგორც ადამიანს, რომელსაც არასდროს არაფერი არ მოწონს, არც საქაურობა არ მომეწონა რა. არაფერი შეცვლა ჩემ ცხოვრებაში. კარგისკენ. ხო, ხედები, არ ვიცი, ვიღაცები ხედებს თუ ჭამთ, შეგიძლიათ ამოხვიდეთ და ხედები ჭამოთ. სასტუმრო არის 10-დან 8 ნახევარი. მომსახურება იდეალურია. ეს ვინა ეს მათხოვრის ბავშვები იმენა გაუჩეჩკოთავ. ორი სტილის შენობა, ევროპული და ქართული. ქართული შენობა არის დიაში, ეს ფლიგელი და ეს არის ევროპული შენობა, რომელსაც ქვევით აქვს თავისი რესტორნები, ქართული და ევროპული რა. არის პადელის მოედანი, აბსოლუტურად ყველა გასართობი რაღაცეები. როგორ მოგეწონა? როგორ მოგეწონა? No, I don't speak Georgian. აი ქაურობა როგორ მოგწონს? No, fuck you. წინ იყურ. სასულოდან გავდივარ ბასეინზე. ტყეში მიდის გზა, მე იქ ცალკე ფლიგელია, სადაც აუზი, სპა და სხვა რაღაცებია გასართობ. ელექტრომანქანებია შიდა, რომელსაც შეგიძლიათ იქამდე მიხვიდეთ. ჩვენი სპონსორია, აქ გამოგზავნის სპონსორი ასნია რომ ბესტსპორტია. გაფრთხილება ამ ვიდეოში იქნება ბოლო მინიშნება, რითიც შეგიძლიათ უკვე სახლი გადაიფორმოთ რა. ნოტარიუსთან QR კოდი არის და აი ამოვედით. მადლობა. პადელის მოედანია. სადაც ერთო მე ეს პადელი მათ გეი სპორტი გონია. გუშინ გავაპეთ გუნდიშა ოქტოპუსები სრულად გადაპობილები არიან. ბასტომ არ ითამაშა, იმიტომ რომ ბასტო ეგეთი ფუნქცია რო ხდება, რომ წააგებს რაღაცებს ყავ. ბასტო არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ ცარიელი ლაპარაკია, მართლა რა. ანუ საქმე ლაპარაკის ნაცვლად ხო ის ტექს სლოგანი. ბასტო არის ილაპარაკი რამდენიც გინდა, ოღონდ რამე არ გააკეთო. პადელი ვითამაშე. მე და შენ არა, ამ სიცხეში ვეღარ ვითამაშე. ეს კადრები სპეციალურად თქვენთვის არის დადგმული, ეს ამოსულა. გარესივსია, რო გითხრა რომ იდეალურია, მეთქი არ არის. არა, წყალი იყო ცივი. პინგ-პონგის მაგიდაა. მაგიდის ფეხბურთი, PlayStation და ბილიარდი. ბილიარდიდან სამაგიო თამაშებისთვის დიაში ნარდი და ASШ. და ეხლა გვაქვს იმართება პადელის სტივენ ჰოუკინგის სახელობის ტურნირი. მე ძალიან მზე იყო, ამიტომ არ ვითამაშე. ბასტო, აჩი, დავაქეთ ორი უცნობი ადამიანი. შეიძლება ეხლა გონება დავძაბო, სახელებიც კი გავიხსენო, მაგრამ დავტოვებ გონებას ისე ლაღად. ეთამაშებიან ერთმანეთს პადელს, სადაც ცდილობენ რომ მოუგონ. სრული ტრავმატოლოგიურია და საავადმყოფოა. რესპუბლიკური საავადმყოფო გადმოტანილია კახეთში, კერძოდ პადელის მოედანზე. ეს არის მთავარი პაციენტია, რომელიც ცდილობს რომ რაღაცეები შეცვალოს. როგორც დაინახეთ, ბურთი, ალბათ მე-10 ბურთია უკვე გარეთ გადმოგდებული.
მე ვეცდები რომ აქედან გადავიღო. ანუ ისევ და ისევ ჩვეულებრივი ტრავმატოლოგიური კლინიკა, სადაც ადამიანები თამაშობენ. არის გიფს დადებული ადამიანები ბევრად კარგად ითამაშებდნენ ვიდრე ტრავმატოლოგიური კლინიკა არის მას. ამში არავინ არაფერს არ შვებით მას. არავინ არ ფსოვშები. საავადმყოფოში, ტრავმატოლოგიურში, გიფს დადებული ადამიანები როგორც ითამაშებდნენ, ზუსტად ეგრე თამაშობთ. ბიჭო, შენი თამაში არ უნდა. ნუ, იმიტომ რომ მე კამერის უკან ვდგევარ. ბიჭო, ნახე, ალექსანდრე. აი ესე მიგა, ეს თამაში იცი? კაი ბონდიშია რა. იმე ჯოკოვიჩ, მიდი. ეხ გადამოგიგდებ და კარგად დაარტყე. ერთი წამით მერე მოიქნია. ეხა ტყიდან გამოვეცით და სოკო ვერ ვნახეთ. და წყლის თხილამურებზე აჩქო მეუბნება რომ მე გუშინ დადგა მე-4 ცდაზე და კიდე ეცემოდა, მაგრამ მეუბნება რომ ვერ დადგებიო შენ რატომღაც გონია რომ მე და წყლის თხილამურები ძალიან შორიშობს ვართ. არა და პირველი გორელი წყლის სპეციალისტი იყო პაპაჩემის ძმა. წყლის თხილამურები. გამარჯობა. ამ ტანის ადამიანი თუ შეძლებს წყლის თხილამურებზე დადგომას. სადოთ. შენ ხო არ გინდა, ტატო? მოდი, პატარა ინტერვიუ მინდა რა. ხალხს ვეკითხები, როგორ ფიქრობს რა შანსი აქვს რომ ახლა დადგება წყლის თხილამურებზე? რამდენი ცდილობა აქვს? 5 აქვს ჯამში. ვერ დადგება. მაგრამ თუ დადგება, გამიხარდება. მე გულშემატკივრობ, არა, გულშემატკივრობ რომ დადგეს. მაგრამ მგონია რომ ვერ დადგება. მაგრამ მთელი გულით ხო მაგოფ რომ დადგეს უსინდისო. პირველივე წარს თუ დადგა, ვაფშე აი გამოიღეო რომ ითხეს გამიხარდება. მაგრამ მთელი სამყარო არის შენ წინააღმდეგ და აი ყველას უნდა მე ამიტკენ. მართლა ამისკენ ვარ, შეჩემა, მაგრამ ეხლა მართლა ამისკენ ვარ, მაგრამ ხომ და შენ არ გინდა როცა და არა, მე იმიტომ რომ მე ნაღოთ ვერ დავდგები. არ შევა დავდგე, არ ვიცი, მაგრამ გარკვეულ არ მინდა. მაგრამ სანახაობა კაი იქნება აშკარად. სანახაობა კაი უნდა იყოს ეს თქი. ხო, ესე დგები. წყალზე უნდა დაიხმო წყალს მაგარი კიდე და მასა უნდა ადგე პირდაპირ. რაღაცა მომენტში თუ კი მოგისლავდება. შენ გეგონება რომ მოკაჩავ და გაამაგრებ და მასობაში გადავარდები უკან. მასე არ გააკეთო. ხელს არ ახრი არავითარ შემთხვევაში. დავიწყოთ. რაღაც შენი ისეთი არაფერი კიდე. შენ არ ჩაიძირები. ჟილეტაცია. არც ისე და არც ისე. ლამური არ იძირება, არც თოკი არ იძირება. დიდ პატარა რა, აქ თუ ყველაფერი პატარა იქნება მომენტ. წყლის თხილამურების მორგების პროცესს უყურებთ ახლა ჩვენ. ეს ახლა თქვენ ხედავთ კადრს თხილამურებზე როგორ დგას. ამის მერე ესეთი კადრი აღარ გვექნება, რა თხილამურებზე დგას. ძირითადად წყალში იქნება. მე მესამე მე-4 წაზე დავდეგე. მე-4-ზე? ანუ სამჯერ წავიქეთ და მე-4-ზე დავდეგე რა. ალექსანდრე. რას ფიქრობ, დადგება? ჩემი აზრით მეორე მესამე წაზე კი. მესამე წაზე დადგება შენი აზრით? კი. კაი. წამო ჩვენ ჩავждეთ ალექსანდრე. ჩვენ მე და ალექსანდრე კატერიდან მივყვებით მამას. ხო, მე ხა მე დავიწერე. მოდი, ილაპარაკე ალექსანდრე. შენ გაახმოვდე, შენ იყავი კომენტატორი რა. აი, იქ არის מחარა.
აი ეგ თუ ხედავთ წითელი ის რო აწვია მაღლა როა ზღვაში როა წყალში ცოტა კი მეშინია ცოტა რა მინდა ვცადო მაგრამ დედა მარაო გინდა რომ ცადო? მე მგონი ცოტა პატარა ხარ, ცოტა რა გაიზდები უფრო, მერე შეგიძლია რომ ცადო. ხო? 1-2 წელი, 3 წელიწადში, ხო? 3 წელი რომელია? 3 წელი არის აი სამჯერ დაბადების დღე რო გექნება მე. ხო? მე ცად მოვიდეთ, კიდევ ცად. მეც გადავიღოთ ხა ამას. მახარ რა სიტყვი? სად არის? თხილამური აქ არის. აქ. ცხვირში თუ სად? ზათხარ? ახლო მიიტანე. ფეხები მოხარე. თქვენ როგორ ფიქრობთ, გვაქვს შანსი ომის დაყენების? ვერა, ძალიან მინიმალური შანსი. ალექსანდრე, გოშველებ არა მე? კარგად უნდა მოიჭროს უბრალოდ. კარგად უნდა მოიჭროს, ხო. რა უბრალოდ ხატი. ცოტა და რაღაცა პროგრესი იყო, მაგრამ ბოლომდე გაშალეთ ფეხები. წელში გაიმართ. всё? აღარ მინდაო მეტი. ესე მალე მორჩა. და სათმენია და ალექსანდრე, რას გიკეთები? ექსტრემი არის. ჰა, შეხარ შეგეშინდა. აკი. ნელა. ჰა? აღარ გინდა? მეც აღარ მინდა. ჰა? როგორ ისხმებოდა წყალი, ხო? всё, გადავედით. რა მოხდა, გითხარი? ბიჭო, წყლის შიში ალბათ. წყლის შიში? ხო. просто წყალი შეგივიდა წყვილში თიფლში თუ რა? ჰა? არა, წყალში შემივიდა. პანიკაში ჩავარდი შეჭრა. პანიკაში ჩავარდი, რო წაიქეცი? თან რო ავერცურავ, ეგეც აიყო ალბათ. წეგან იმენა რა მის გული ამერია რო წავედი. ინსპექტირება. ეს რა? ხალხი არის. დეკონსტრუქციას უკეთებს ხო ბურგერს სულ რა? ჯერ ცალ-ცალკე ინგრედიენტებს იგებს გემოზე და მე ერთია. რა შუაში ავშევებიგებ, რა? ბურგერთან? ხო. რას ქვია შუაში? ამინა.
გადააწყე შეჩემ ეგრე მოგეწონება ეხლა. აი ეგრე мама, აი ეგრე. დაკავდა. მიდი. ახმაზე კაი იყო. იუთუბერი უნდა იყოს, კაი რაღაცა მოგიტანა. აი არის. გემრიელი, ეს რა. შეუძლია გემრიელი ბურგერი არის. ამ ჯაფარ არის ნდობა. თქვენ ეთყობა არ ხართ კალა ისეთ სახეები რომ კარგი მოიტანოს. მე კარგი მომიტანა ეს რაც შეუკვეთებ ეგეთ. ჯაფარას არ მოვუტა. ცალკე ვატანს იმას გამოგიშვს. ფრი შეფასება რო გავაკეთოთ. ალექსანდრე. პიცა და ფრი როგორი არის? 10-დან 10? ჰა? ხედავ. ხო. ანუ შევჭამეო. კიდე გადმოგიღო პიცა? ფრი? ყველაფერი კაია. ოპა. პიცა გადმოგიღო კიდე? და ხედი? რა ხედია? აუ მაგრამ სასწაული ხედი არის და ჩვენ ხმის გარეშე შეგვიძლია გავუშვათ ეს მუსიკით. აი ეს უნდა ჩამოთვისა. და ესამენ მამმა მია. ია. ნელა წინი ყურე. დაიღალე მა? დაიღალე? ხო გითხარი თულია თქო. მოდი მეც ფეხით უნდა ავიდე, მოიყვანე ველოსიპედი? მე ავიყვან მამა. კაი, წა. ყველას ვისაც გონიათ რომ კახეთის ვლოგში სარგებელს ვერ ნახავდით, ყველაზე დიდ სარგებელს ნახავთ. მე თქვენ დღეს ამ ვიდეოში მოგცემთ ბოლო ნომრის 3 ციფრის მინიშნებას. და დადგება ჟამი, როდესაც პირველი 30 ადამიანი გადაინაცვლებს სუპერ პუპერ გუნდერ ფინალში. ვიღაცებისთვის ძალიან სკეპტიკური იყო თავიდან რომ ჩვენ და ალფა სახლი რატომღაც სახლს ვერ გავათამაშებდით. თუმცა ჰოპ, ნანინა, ჰოპ, ნანინა. ამ ტექსტით დაგვირეკა ალფა სახლმა და გითხრა რომ ფინალს ვათამაშებდით. თავიდან პირველი რეაქცია, რაც უნდა პოლიტიკური ვიყო ეხა და ძაფრად დავუხავდი ყველაფერს. გამო თუმცა თქვენასაც ამდენი ხანი ამას მუცელს და ღირს იძახით, ეს ღირი არ არის, ეს არის ბოღმა, რომელიც მასიებს. მთელი ცხოვრების მანძილზე ალბათ 2 წლის წინ ვერც ვინატრებდი, რომ სახლს სხვას ვაჩუქებდი და არა ჩემთვის დავიტოვებდი. რატომღაც ალფა სახლიდან ნერვობენ, რომ არავინ არ დარეკავსო, რთულიაო, მინიშნებებიო, ისინიც გვაჯვავენ, თქვენც ხო გაჯვავთ. და დღეს იქნება უმარტივეს 3 ციფრი. პირველი მინიშნება, აქვე ვიტყვი, ეს არის 2. ეს ძალიან მარტივი იყო, აჩიკო. ეს ძალიან მარტივი იყო რა, 2. აი ეგ არის მარტივი, შეჩევა. აი 2 არის. ხალხ ჩემგან ფეშქას. პირველი ციფრი ამ ბოლო 3 ციფრიდან პირველი არის 2. მეორე ციფრი ძალიან მარტივია რა. ეხლა ისინი დამტროულია, შეიძლება არ გამოვიდეს, მეორე ციფრისთვის დაგჭირდებათ არც ისტორიის, უბრალოდ არ დაგჭირდებათ არც ისტორიის ცოდნა, არც გეოგრაფიის, არც ფიზიკის, არც ქიმიის. უბრალოდ იცოდეთ, რომ 300 არაგველნი იყვნენ 300-ნი. ყოია ფილოფო ზაგეხმალოს. ეხლა ახლა ვერ გაიგებთ. ესეც ვერ გაიგებთ. ამასაც 9 კუთხე აქვს. აი ვსო შეჩემ, აი. მე ხალხისკენ თქვენ ეშმაკებისკენ. აი ხა ჩიპს შევჭამ. პირველი 2 იყო. და დანარჩენი უკვე თქვენ უნდა გამოიცოთ შემდეგი ციფრი. გავიგეთ შეჩემ. მე სამ მინიშნებას სანამ გეტყვით კიდე და რემონტს მოვჩევით, TikToker-ებისთვის ერთი VIP ადგილი მაქვს, სუპერფინალისთვის. TikTok ედიტორებო, ნებისმიერი
ედიტორი, რომელიც გააკეთებთ ინფორმაციულ ვიდეოს, ხალხამდე რომ მიიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ სახს ვათამაშებთ, ერთ-ერთი თქვენგანი იღბლიანი, უბრალოდ ჩემგან ოქროს ბილეთს მიიღებს სუპერფინალში სათამაშოდ. ძალიან მარტივია რა. ადგებით ვიდეოებს გააკეთებთ ჰეშტეგი ალფასახლი მახარ ბინა მოიჯოს. რა პრობლემაა? ამ ჰეშტეგით გააკეთებთ, მე მომთაგავთ საეჭვო კაცი TikTok-ი გიცით, მომთაგავთ და ჩემ რჩეულს ისე არა ნახვევი და რაღაცებით რო იყიდოთ არა, ჩემ რჩეულს იმენა აი გულწრფელობით, აი და შეიძლება ისეთი მაგარი არ იყოს, მაგრამ წრფელი გული იდოს ვიდეოში. და რა ხვან, ერთი VIP საგზური ჩემგან და რაც შეეხება მესამე ნომერს. ეხა ამ მესამე ნომრის შემდეგ შეგიძლიათ უკვე დარეკოთ ამ ნომერზე. ანუ ეხა ხო პროჯექტის ზიმჟიმის ძიხარ, მეც ეგ აქ დგევარ მე პროსტა. 2 მე დორიტოს შევჭამე იყო მინიშნება და აი ეს არის ამდენი ხნის მანძილზე რა თუ არა ჩვენ არ ვიქნებოდით კარგი ადამიანები თუ ამ ლოგოში არ ჩავშიფრავდით ერთ ციფრს. იფიქრეთ პატრიოტულად ალფა სახლი იზი მორჩა ეს იყო ბოლო მინიშნება ციფრი უნდა იყოს 10 როგორ იქნება ხო ვერ იქნება ესა ლიფტია აქ არის სახლი რაც შეეხება ძალიან მარტივად 30 ადამიანი ვინც პირველი 30 დარეკავს თქვენ გამოსწორებულ ნომერს და შეიძლება თქვენ უკვე იღბლიანი ამ ვიდეოს ყურებას რო გააგრძელეთ თქვენ შეიძლება იღბლიანებში უკვე მოხვდით 30 ადამიანი შეეჯიბრება სუპერფინალში აქ არ იქნება არც მძლეოსნობა არც მილიონიანი კილოგრამიანი გირების გადაადგილება და შემდეგ იქნება მხოლოდ გონება სისხარტე სიძვა ეს სიძვა მე დავამატე რაც შეეხება გათამაშების პრინციპებს იქნება სხარტული თამაშები და ისეთი თამაშები ხანდახან ჩვენ ბავშვობაში დროს რო გადაგვაგორებინებდა ხოლმე და გვართობდა. არაფერი სირთულე არ იქნება, მოიგებს გულწრფელობა, სისხარტე და ბავშვობა. აუ, ბავშვობა მოიგებს. რა მაგარია, ბავშვობა მოიგებს. მონაწილეობა შეგიძლიათ 18 წლის ზემოთ. ეხლა თქვენ თუ უცხოეთიდან მიყურებთ, პატარა 5 ევროს ჩაიწყო, მოგიწეთ იმ ევრომაქტიზე და ვეგარი, ევრომაქტი ხო ევროპული არის. WhatsApp-ში ვერ ვითვლით მე რაღაცებს, ამიტომ ზარი უნდა შემოვიდეს და უცხოეთიდან 5 ევროს ჩაიწყავთ, ან 2 ევროს ჩაიწყავთ და რეკავ და გადმოხვალ. ჩემთვის სიბედნიერე იქნება თუ მოიგებს ესეთი ადამიანი, ვის ვიდეოსაც შეხედავ და იმსახურებდაც. აი ეგრე თუ იზავთ, ესე იგი, ეს არის მათმაგარი, ჩვენ გამარჯობა მათმაგარია. ცოტა ხო, არ ვიცი, ვღელავ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო ალფა სახლს, რომელიც YouTube-ზე შემოვიდა მაქსიმალური, ანუ ხوارსეობდა კომპანიები, რომლებიც ვითარდებოდით და პრიზებს შემოდიოდნენ. ალფა სახლი შემოვიდა მაქსიმალურით, ანუ ამის შემდეგი უკვე იქნება ალბათ აიძენა, რომელიც Boeing-ს გაათამაშებს. ანუ ამის იქით ფიზიკურად არაფერი არ არის. თუმცა მე მაქვს, მე მაინც ავაშენებ კორპუსს ავარიულს, რომელსაც გავათამაშებ, ეს ჩემი კომპანია იქნება. დიდი მადლობა ალფა სახლს. უბრალოდ თქვენგან რა იცით, ხა იყოს ტყუპი მაიკოს. გადადით ალფა სახლის Facebook გვერდზე და კომენტარებში გასპამეთ საღოლ გათამაშებისთვის. რა იცი, იქნება იქაც ბინა დაგეცეთ.